Ну, დადგა ჟამი განსჯისა იმ ანტიეროვნული საქმიანობისა, რასაც ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობა, მის სატელიტები პარტიები და დღეს უკვე ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური პარტიები ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადიოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. დადგა მათი განსჯის ჟამი, დრო და აუცილებლად გაისჯებიან და დაისჯებიან. ის რეგვერმა არ იცის, რომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რაც ღმერთისგან არ არის ნებადართული და როცა მიდიხარ ეშმაკის გზაზე, ეშმაკის გზა ყოველთვის მოკლია. მივედით უკვე ამ გზის დასასრულამდე. დაიწყება ახლა ნაცების გასამართლება, აგერ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილი. იმედს ვიტოვებთ, რომ სერიოზულად წარიმართება ამათ ქმედებების შეფასება და სერიოზული დასკვნა გადაეცემა გენერალურ პროკურატურას და მოხდება იმ თაროზე შემოწყობილი საქმეების ჩამოღება, რომელიც 10 წლებია ალაგია და რო იტყვიან სამართალს ელოდება. Ну, ეხლა მართალია ტრამპმა ყველანაირად გადაუკეტა არხები ამ ფერადი რევოლუციების მოწყობებს და ამ რევოლუციების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ძალებს იუსაიდის არხების გადაკეთით, მაგრამ არის მეორე გარემოება, ეს არის ინგლისი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებმაც ფაქტიურად გადაიბარეს ესტაფეტა. ესე იგი, დრო შეაწიეს ამათ ფერადი რევოლუციების ჩასატარებლად. ეს შეიძლება ისეთი მასშტაბებით არ იყოს, როგორც ამას ამერიკის სპეცსამსახურები ახორციელებდნენ, თუნდაც საქართველოში, თუნდაც უკრაინაში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს დუბლირებული აგენტების სიები. ის ამერიკის აგენტების სიები უკვე დუბლირებული გადაცემული არის მიექვსში, უკვე გადაცემული იქნება საფრანგეთის და გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურებისთვის და ჯერჯერობით სანამ ომი მიმდინარეობს უკრაინაში და გაგრძელდება ინგლისის და ნატოს წევრი ქვეყნების ხელშეწყობით ეს ომი, აქაც ეს არეულობა გაგრძელდება. აქ ერთი გარემოება გასათვალისწინებელი, რომ ჩვენ ოქტომბერში გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. უკვე ხელისუფლებამ ეს აქციები უნდა დაამთავროს. კაციშვილი აღარ უნდა გამოდიოდეს ქუჩაში, იმიტომ რომ დადგინდა და დადასტურდა, რომ მიღებული გრანტები ემსახურება ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას. ამიტომ მათი თითოეული აქცია, როგორც არ უნდა დავარქვათ, ესე იგი თვითორგანიზებადი თუ არაორგანიზებადი, ეს არის როგორ გითხრათ, ეს შეფარვა, იმიტომ რომ იქ ეგრეთ წოდებული თვითორგანიზებადი აქციები ისეთი სააქციო ბანერებით, თვალსაჩინოებით და იმ ათასგვარი საშუალებებით არის შეიარაღებული, რომ ამას ხერფაზე მომუშავე და პენსიაზე მყოფი და სტუდენტი ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, ეს თანხები იქიდან მოდის და ფინანსდება. ამიტომ ხელისუფლებას მოუწოდებ, აკრძალეთ ყველა აქცია. ეს აქცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ეს არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ეს არის გამოძახილი და განგრძობადი ის დანაშაულებრივი ქმედებისა, რაც იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბაიდენის რეჟიმის მიერ და ევროკავშირის სხვა წევრების მიმართ. ამიტომ მათ უნდა აეგრძალოს როგორც ქვეყნის საწინააღმდეგო აქციები და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები.